ინტერესებს, რაზე ფიქრობ ძილის წინ? ძილის წინ აკუიატებული ფიქრი, რასაც აი სულ უბრუნდები, სწორედ ჩაძინების ფიქრები და ზოგადად ძილის წინ დემონები იღვიძებენ ხოლმე. ჩემშიც დემონები იღვიძებენ. მე მგონი ძალიან ბევრ ადამიანში. კი, ნამდვილად ასეა და ფიქრები რომ ჩვენს ცხოვრებაზე განსაკუთრებულ გავლენას ახდენს, მე მგონი ამას ბევრი საუბარი არ ჭირდება. ენერგეტიკა, რომელიც ფიქრებისგან მოდის, რეალურად ჩვენს ქმედებაზე და ჩვენს ცხოვრებაზეც ახდენს გავლენას. ამიტომ ნეგატიური ფიქრებისგან გათავისუფლება ჩემთვის პირადად ერთ-ერთი მთავარი მიზანია. სწორედ ამის შესახებ ვისაუბრებ ჩვენ სტუმართან ერთად, როგორ მართოთ ჩვენი ნეგატიური აკუიატებული ფიქრები. ჩვენი სტუმარი არის ფსიქოლოგი ელენა ჯაფარიძე, რომელიც ახლა შემოგვიერთდება. ელენა, რომ იცოდე, როგორ მჭირდები. და რომ იცოდე, როგორ სასურველი სტუმარი ხარ ჩვენ. როგორ გამოვამწვდიოთ ეს ჩვენი დემონები. როგორ გამოვამწვდიოთ და ზოგადად მშვიდობისა. აი ესე იგი, ზოგადად რაც ნიშნავს ფიქრი ჯერ დავიწყოთ, ხო? იმიტომ რომ ნეგატიურის გარდა პოზიტიური ფიქრები გვაქვს და ფიქრი არის ჩვენი ინტერაქცია გარემო სამყაროსთან. ან ჩვენ ვიღებთ რაღაც ინფორმაციას, რომელსაც ჩვენი ტვინია ამუშავებს და ხშირად ხდება ხოლმე ისე, რომ სამწუხაროდ რაციონალური დამუშავების მაგივრად გვაქვს ირაციონალური დამუშავება. კი ბატონო. და ზუსტად ეს ირაციონალური დამუშავება იწვევს იმას, რომ ჩვენი გონება და მთელი ჩვენი სხეულიც მათ შორის იტვირთება ნეგატივით. ანუ ჩვენ ვყალიბდებით ბავშვებიდან, აი ფიქრი რა არის რეალურად, ხო? მონოლოგია საკუთარ თავს. ანუ ელაპარაკები შენ თავს და როგორ ელაპარაკები შენ თავს. ეს არის დამოკიდებული იმაზე, თუ რა დამოკიდებულება გაქვს შენ თავთან პირველ რიგში და გარემოსთან მიმართ. თუ კი საკუთარი თავის მიმართ არ გაქვს მაინც და მაინც პოზიტიური დამოკიდებულება, შენი საუბარი და მონოლოგიც გადადის ხოლმე უკვე უფრო მშფოთვარე, უკმაყოფილო და ესეთ ანუ თუ ნეგატიური ფიქრები გაქვს, ესე იგი რაღაც კუთხით შენი თავი არ მოგწონს. რაღაცა კუთხით შენი თავი, შენი ცხოვრება, შენი მომავალი. ფიქრები ეხება ხოლმე ძირითადად ეს მშფოთვარე ფიქრები, აი რომ ჩამოვაყალიბოთ ხო მომავალს. ანუ ჩვენ არ ფიქრობთ, რა დღეს მე ახლა ესე ვარ ძირითადად. ჩვენ ფიქრობთ იმაზე, რა ხვალ რა იქნება. აი მე რომ მაქვს რაღაცა ამოცანა შესასრულებელი, როგორ გავართმევ ამას თავს. აი მე რაღაცა არ დამემართოს, რაღაც არ შემეშალოს, არ შევრცხო. ძირითადად არის ხოლმე დამოკიდებული ესეთი ნეგატიური მშფოთვარე ფიქრები იქიდან გამომდინარე, რომ მე მაგ დაბალი თვითშეფასება, იქიდან გამომდინარე, რომ მე ვოპერირებ გარემო სამყაროსთან სინდისის კენჭნით, მაგალითად დანაშაულის განცდით, რომელიც წარსულიდან მოდის და იქიდან გამომდინარე, რომ მე ვთქვათ, მეშინია სირცხვილის, კი ბატონო. ანუ ვთქვათ, მეშინია იმის, რომ შევრცხვები რაღაცას წაბაგებ, შეიძლება ეს არ იყოს თამაში, ვერ შევძლებ და ძალიან მნიშვნელოვანი რაღაცა იყოს და შეიძლება ნაკლებად მნიშვნელოვანი იყოს, მაგრამ ეს მოდის ბავშვობიდან, ანუ იქიდან გამომდინარე, როგორ ვიზრდებოდით, როგორ ყალიბდებოდით და რა უკავშირს ვიღებდით. აი ეს დამოკიდებულება შენ საკუთარი თავის მიმართ გონია რომ დროსთან ერთად იცვლება. ანუ რას გულისხმობ? აი რამდენად უწყობს აი ამ შფოთვარე ნეგატიურ ფიქრებს ხელს სტრესი, დაძაბული გარემო, კონკრეტული პრობლემები, რომელიც ჩვენ გვაქვს. მე ჩემ თავთან ასეთი რამ დავაკვირდი და აღმოვაჩინე, რომ როდესაც რთული პერიოდი მაქვს, როდესაც ემოციურად ვარ ძალიან გადაღლილი, მაშინ ეს ფიქრები მთლიანად მიფხრობს. ბევრად უფრო მწვავეა. იმიტომ რომ მარტივად ვეღარ გაურბიხარ. თორე ეს ფიქრები არის, აი რომ წარმოიდგინა ესეთი სქემა, აზრობრივი სქემა, რომელიც არის გონებაში და სხვადასხვა აზრობრივი სქემები გვიყალიბდება განვითარებასთან ერთად. ხო, პერმანენტულად ვითარდებით და პერმანენტულად ანუ აზრობრივ სქემას წმენა წარმოადგენები, როგორ ვუყურებ მე გარე სამყაროს. და პირველ რიგში როგორ ვუყურებ ჩემ თავს, იმიტომ რომ აი მაგალითი რომ მოვიყვანო, თუ მე მაგალითად ბავშვობიდან მოყოლებული პატარა წარუმატებლობაზეც კი არ მაძლევდნენ პოზიტიურ უკავშირს, ხო, პოზიტიურ უკავშირში არ გულისხმობთ იმას, რომ უი რა კარგია რომ შეგეშალო. პოზიტიურ უკავშირში გულისხმობთ იმას, რომ ბავშვებს უთხრათ, რომ შენ შეგეშალო, მაგრამ შენ შანსი გამოსწორდეს. ანუ შენ ცუდი არ ახარ. შეცდომები მოსულა ზუსტად. მაგრამ რას გეუბნებოდნენ მაგალითად, ხო, რომ თუ გეუბნებიან, რომ აი შენ შეგეშალო, არაფერი არ გამოგდის. შენ ცუდი ხარ, რატომ გააკეთე ესე პერმანენტულად შენ იღებ ნეგატიურს და უკვე გონებას აღარ აქვს იმის უნარი, რომ წარმოიდგინოს, რომ შენ თუ შეგეშალა, შენ გაქვს შანსი გამოსწორების. ან ცდის და შეცდომის გარეშე ჩვენ ვერ განვითარდებთ. ხო, შეუძლებელია რაღაცას აკეთებ და თავიდანვე სწორად. მაგრამ სამწუხაროდ უკავშირს არ იღებ. და ყალიბდება ეს სქემა, რომ მე ან უნდა ყველაფერი ვაკეთო სწორად და იყოს ყველაფერი პერფექტ და მაშინ მეც ვიქნები კარგი და პერფექტ. ან თუ მე რაღაც მეშლება, ავტომატურად ვითარდება აზრი, რომ მე არ ვარ კი ვარ.
აი ეს სქემა შემდგომ რაც უფრო მეტჯერ მეშლება, რაც უფრო მეტჯერ მოდის არასწორი უკავშირი, უფრო მყარდება და საბოლოო ჯამში იწევს რას, რომ ლიმიტირებას ჩემი შესაძლებლობების. ანუ მე მინდა მეკითხა, სადამდე შეიძლება მიგვიყვანოს ნეგატიურმა ფიქრებმა. ძალიან ბევრი ჩემი რესურსი ვერ დავინახო, ვერ შევაფასო და ვერ გავბედო წინ გადავდგა ნაბიჯი. ანუ ყველაფრის მიმართ მქონდა შიში და ეს იწვევდეს აი ზუსტად ისეთ უსიამოვნო აზრებს. ახლა მე მინდა მაყურებლისთვის გავმარტო, რომ ჩვენ არ ვსაუბრობთ ისეთ ფსიქიკურ აშლილობებზე და ისეთ ნევროზებზე, რომელსაც აქვს დიაგნოზი. ხო, ჩვენ ვსაუბრობთ უბრალოდ ადამიანების შემთხვევებზე, რომლებსაც აქვთ მაგალითად ინტენსიურად შფოთვა და ინტენსიურად ნეგატიური აზრები საკუთარი თავის შესახებ, საკუთარი მომავლის შესახებ. რას ვაკეთებთ ახლა ჩვენ? ჩვენ ცხოვრობთ დღეს, ხო? ახლა აი აქ ამ წამს ჩვენ ვართ, მაგრამ ჩვენ ისევ და ისევ ლაპარაკობთ ხშირად ან მომავალზე, ან ვიხსენებთ წარსულს. წარსულთან მიმართებაში ჩვენ დამოკიდებულება, როცა იმ ნეგატივზე ვსაუბრობთ, არის გულისწყობა. რატომ არ გავაკეთე ესე? რატომ არ ვუთხარი ვიღაცას? ეს რატომ? პირველი ნაბიჯი რომ მიხვდე რომ ამას აზრი არ აქვს, არის ის რომ ეს არის უცვლელი. სამაგერად ჩვენ დღეს აქამდე მოხვედი. ანუ რატომ არ გვინდა? რისთვის გვინდა? ანუ რისთვის მოხდა ის რაც მოხდა? იმისთვის რომ მე მაქსიმალური შედეგი ამოვიღო აქედან და შემდგომ მომავალში რა გავაკეთო სწორად, ხო? მაგრამ სამწუხაროდ ჩვენს გონებას და აზროვნებას არ აქვს ხოლმე იმის უნარი. აი ერთი ბლოგერია ამერიკელი, რომელიც ხშირად წერს ხოლმე სხვადასხვა ფსიქოლოგიურ თემებზე და ძალიან საინტერესო მაგას ჰქონდა აი ამ სიტუაციასთან. აი დაახლოებით რას გავს ეს ნეგატიური ფიქრი, აი საჭმელი რომ გაგიფუჭდება, გიდევსო ცხვრწინ თეფშზეო. და ორი ვარიანტი გაქვს, ადგეო გადააგდო ეს საჭმელი და მეორე აიღო ფენიო და ანიავო ოთახიო. და სამწუხაროდო ყველა ადამიანი მას ისიც კი ისეთ ნეგატიური აზროვნება აქვს, იტყვის რომ რა თქმა უნდა გადააგდო ეს თეფშიო. მოიშორო. რეალურად ანიავს და რა განიავება რა არის რა? აი თინეიჯერებს რო დავუკვირდეთ, ხო სულ საუბრობთ იმაზე, რომ თინეიჯერები დღეს არიან ჩართულები ტელეფონში. ერთ-ერთი გაქცევა ნეგატიური ფიქრისგან, რომელიც ძალიან ძლიერია თინეიჯერობის პერიოდში, იმიტომ რომ საკუთარ თავით არ მოგწონს და ძალიან ბევრი ძალიან გიშინია რაღაცები, სამწუხაროდ არ უტყდები შენ თავს, არის ზუსტად ეს ნეგატიური ფიქრებიც. და რას აკეთებ? იმისთვის რომ გაიქცე, ანუ ეძებ გამოსავალს ტელეფონი, ტელევიზორი, გადაერთო თემაზე, ხო, რა დრო არ მაგრამ ისიც ხო არის ხოლმე რომ აი ტელეფონზე დამოკიდებული რო ხდები, ან ტელეფონი აი გუშინ ვილაპარაკეთ სოციალურ მედიაზე, რომ აი სიტყვაზე პოსტებს კითხულობ, რაღაცებს კითხულობ კომენტარებს და ხო შენ ვერ ასწრებ ამის ანალიზს და ეს მე რაღაცნაირად აღაგზნებს და ანუ შფოთვები გაქვს და ასე შემდეგ. კი, იმიტომ რომ დღეს სამყარო ძალიან დატვირთულია ისეთ ინფორმაციულად და ჩვენმა ტვინმა მაინც ვერ მოასწრო იმ დოზის ინფორმაციის ისე სწრაფად გადამუშავება და ასიმილირება, რასაც ჩვენ გარემო გვაძლევს, ხო? და რა თქმა უნდა, იტვირთება და მით უმეტეს, როცა ეს ეხება პატარა ბავშვს ან მოზარდს და ასე შემდეგ, მაგრამ ზოგადად საერთოდ მეც მაწუხებს ნეგატიური ფიქრები, მიჩვენებულია ხოლმე, რომ აი თან ახლა ფსიქოლოგი ხარ, შენ არ გქონდეს ნეგატიური ფიქრები, ძალიან ბევრი შენც რომ ადამიანი ხარ. ერთ-ერთი მიზეზი არის ხოლმე პერფექციონიზმი. რომ შენ როდესაც საკუთარ თავს უყენებ ან პირობას, რომ შენ ყველაფერი კარგად უნდა გააკეთო, აუცილებლად მაღალია შფოთვის და მაღალია სირცხვილის განცდის შიში. რომ მე თუ ვერ გავაკეთე, რაზეც საუბრობდი. მეორე კიდე რა არის, იცით, აი დამოკიდებულება მაგალითად ჩვენს აზროვნებას ახასიათებს ხოლმე ეს პრიმიტიული სქემა, შავი, თეთრი. ანუ შუაში გრადაცია როა ძალიან ბევრი და მრავალსახიანი არ ვუკვირდებით. ამ დროს ანუ მე თუ რაღაცა არ გამომივიდა, გადავდივარ ეგრევე ცუდ როლში და ის რომ მე შეიძლება უბრალოდ რაღაცა არ გამომივიდეს. ან ვიღაცა მაგალითად თუ მაქვს მე ესეთი სქემა ბავშვობიდან ჩადებული, რომ მე უნდა ყველა მეკცეოდეს ძალიან კარგად. და ყველასგან უნდა დავიმსახურო აღიარება და ეს სქემაც ზუსტად მშობლების უკავშირიდან გამომდინარე ყალიბდება, რომ ანუ ტაში დაუკრათ მაშინ, როდესაც ბავშვმა ყველაფერი კარგად შეასრულა. ხო და ყოველ ჯერზე ბავშვი ითხოვს იმას, რომ გარემოდან მიიღოს აპლოდისმენტები. ყოველ ჯერზე რა თქმა უნდა არასწორად. როგორც კი ვერ მიიღებს ეგრევე აქტიურდება ის, რომ ესე იგი მე არ ვარგივარ. ანუ თუ მე ყველასგან არ მივიღე აპლოდისმენტები, ესე იგი მე არ ვარგივარ და რატო? ანუ ვიღაცა შეიძლება არ მოვწონდე, ვიღაცა შეიძლება მოწონდე. ეს ხო პირდაპირ მე არ მეხება. ანუ ჩვენ ამაზე არ ვფიქრობთ. მე ამ შობლის პოზიციიდან გელაპარაკები ახლა. მე ვფიქრობ, რომ ანუ
როდესაც თინა რაიმე ისეც გააკეთებს, რაც თვლი რომ უნდა ხაზი, რასაც თვლი რომ ხაზი უნდა გაუსვა. კი, შენ თვითონ მიწახი ახლა რასაც თვლი რომ ხაზი უნდა გავუსვა. ანუ ეს იმას ნიშნავს, რომ რაღაცა სიტუაციებში, მაგრამ პერმანენტულად. ანუ როგორ არის ხოლმე, იცი, აი თვითონ იმ ადამიანებს, ვისაც ყავთ შფოთვარე მშობლები, ვისი მშობლებიც არიან პერფექციონიზმის აი დემონები, პერფექციონიზმის დემონები ჭამენ. ვისი მშობლებიც ხშირად თავად შფოთავენ მომავალთან დაკავშირებით, წუხან ბავშვთან მიმართებაში, წარსულთან დაკავშირებით და არ კონცენტრირდებიან დღევანდელობაზე. აწმყოზე, ხო? იმათ ბავშვებს თავიდანვე დასწავლილი აქვთ ეს. დასწავლილი აქვთ და მიღებული აქვთ ინფორმაცია, რომ გარე სამყარო არის საფრთხით სავსე. ეს იწყება პირველივე წუთიდან, როგორც კი შენ ეუბნები, რომ ამას ხელი არ მოკიდო საშიშია. იმას ხელი, ანუ თუ ეს უკუკავშირი იმაზე მეტია, ვიდრე უკუკავშირი, რომელიც აი ამ safety სიმშვიდესთან, სტაბილურობასთან, უსაფრთხოებასთან არის დაკავშირებული, ხო? მე რა მაინტერესებს, ეს ცოტა ხნით ბავშვობას რომ დავანებოთ თავი, ხომ არის კიდევ ყოველდღიურობაში ეს აკვიატებული ფიქრები, რომელიც შეიძლება გამოწვეული იყოს უბრალოდ ბევრი ფიქრისგან. მეტებული ფიქრის. არა, აი ეს გამიგია რომ უბრალოდ ბევრი ფიქრი არ არსებობს. რახან არსებობს ეს აკვიატებული ფიქრი, ეს ნიშნავს იმას, რომ ამას აქვს მიზეზი რაღაცა. და ეს მიზეზი ბავშვებიდან გამომდინარე არ არის აუცილებელი ადრეულ ასაკში იყოს, მაგრამ ადრეულ ასაკში კალიფდება მაინც ჩვენი წარმოდგენა, ჩვენი თავის და ჩვენ სამყაროს მიმართ. თუმცა შეიძლება მოხდეს ისე, რომ 20 წლის ასაკში პერმანენტულად ერთნაირი რაღაცა ხდებოდა შენს ცხოვრებაში ნეგატიური, რომელმაც დაგასვა. და შემდგომ, ანუ შენ ადამიანს გქონდა გარკვეული თავდაცვის მექანიზმი, იმიტომ რომ მართლა იყო გარემოდან ის სტიმული, რომელსაც შენ ამ თავდაცვის მექანიზმით ებრძოდი, და შემდგომ მორჩა ეს სტიმული. აღარ არის ეს გარემო შეიცვალა, მაგრამ ეს თავდაცვის მექანიზმი აგრძელებს და აგრძელებს მუშაობას. ანუ შენ გარემოსთან არ ოპერირებ, ანუ რაციონალური კუთხით. შენ ის ირაციონალური აზრები გაქვს, ის შიშები გაქვს დარჩენილი, რომელიც ვერ ამოხსენი. როგორ მოვიშოროთ? ხო, აი ეგ ეს ბოლომდე მარტივად ეს ფაქტობრივად საკმაოდ ისეთი რთული თემა არის, ძალიან მარტივად ვცდილობ აუხსნა, იმიტომ რომ ძალიან ბევრი, აი ჩვენ ფიქრებსაც ძალიან ბევრი ისინი შრეები და ასე შემდეგ, მაგრამ აი ბავშვებზე ვილაპარაკეთ ყველაფერზე, ანუ იმის ინერციაზე რა ჩემი რჩევა იქნებოდა, რომ ადამიანი არ გასცეს მარტო. ანუ გაზიარება არის ძალიან მნიშვნელოვანი და გაზიარება არის მნიშვნელოვანი კონტაქტით. როდესაც ჩვენ ადამიანები ერთმანეთთან ვურთიერთობთ, ანუ მხოლოდ Facebook-ით გაზიარება, მხოლოდ სოციალურ მედიით გაზიარება, როცა შენ ადამიანს ვერ ხედავ, როცა ადამიანს არ შეუძლია შენ იგივე დაგამშვიდოს და გითხრას, რომ მე შენი მესმის, მეც მქონია და მარტო არ ახარ იგივე ნეგატიური ფიქრები. ხო, პირველი ეს არის. მეორე, აი ის რაც მე ავხსენი, რომ საიდან მოდის ეს ყველაფერი? ამისი გაცნობიერება. ეს ძალიან რთული საკითხია, მაგრამ პირველი ნაბიჯი გაცნობიერებაში არის ის, რომ ვიცოდე, რომ ჩემი აზროვნება რაღაცა ჯაჭვს ემსგავსება ხოლმე, რომ თუ მე რაღაცა მაწუხებს საკუთარი თავის მიმართ, მაგალითად დაბალი თვითშეფასება არ მიმაჩნია, რომ ეს შავ-თეთრად ვუყურებ სამყაროს, ავტომატურად ყველაფერი ახალიც ემატება. ხშირი არის ხოლმე რა იცით, რომ აი ადამიანები როცა ძალიან სერიოზული დაავადება შეემთხვევათ, იწყებენ დღევანდელობით ცხოვრებას და მე მათი აზროვნებაც იცვლება. ანუ მე ვიყო კონცენტრირებული არა იმაზე წარსულში რა გავაკეთე, ამას ვერ შევცვლი. ანუ თუ მე ამას ვაცნობიერებ, რომ მე ამას ვერ შევცვლი და წარსულში ოკეი ესე იყო, მაგრამ მე მაქვს მომავალი და მომავალში იმდენივე პოზიტივი შეიძლება იყოს, რამდენი ნეგატივიც არის. და დღეს მივიღო მაქსიმალური პოზიტივი. ანუ სამწუხაროდ ჩვენი ცხოვრება მეტად არის დატვირთული, ინფორმაციულადაც მეტად ნეგატივით, ვიდრე პოზიტივით. პოზიტივში არ გულისხმობთ ხოლმე ფსიქოლოგები, რომ ვეუბნებით, რომ იცით რა, შეავსეთ თქვენი ცხოვრება მეტი ისეთი რაღაცეებით, რაც თქვენ ქსიამოვნებთ და ადამიანებს გონიათ, რომ რაღაცა გრანდიოზულს ვეუბნებით და ერთხელ მიკითხავს ჩემი კლიენტისთვის, რომ აი ნაყინის ჭამა გიყვარს, თქვა ვკითხე. კიო, ძალიან და რამდენჯერ ჭამეთქი აი კვირაში ნაყინს და რა ვიცი, ერთი 3 თვე არ მიჭამებ და წამეთქი ჭამეთქი. ეს მართლა, ხო, რა მოხდა? მე თქვა თუ ქსიამოვნებს, ანუ აი ესეთ წვრილმანებშია რაღაცეები. მე ერთ საიდუმლოს გავამხელ. მე მაქვს ასეთი თერაპია ჩემი თავისთვის და
დაწესებული. თუ არის ეს შემოტევა, ასე ვთქვათ, ნეგატიური ფიქრების და გრძნობ რომ არ ვარ იმ კომფორტის ზონაში, რაც მიყვარს და რაც არის ჩემში, მიყვარს მარტო სიმღერა. აი შეიძლება ოთახში ჩავიკეტო, ვიმღერო, ამოვაშვა ეს ნეგატიური სიმღერით და თავისუფლდები. მოგეთ, ელენა, აი შენ როგორც აღნიშნე, ძალიან დიდი თემაა, მრავლის მომცველი, თავისი შრეებით. მე იმედი მაქვს, რომ კიდევ არაერთხელ ვილაპარაკებთ ამ თემაზე შენთან ერთად და დიდი მადლობა სტუმრობისთვის. მაყურებელს უნდა უთხრათ, მე მგონი რეზიუმე, რომ მომავალი წინ არის, შეგვიძლია რომ წარსული რაღაცნაირად გარათქმა უნდა წარსულზე ვდგავართ და წარსულის ინერციით მოვდივართ, მაგრამ შეგვიძლია 10 წუთში შევცვალოთ წარსული და რაღაცნაირი მშვიდი მომავლით ვიცხოვროთ და ნეგატიური ფიქრები დავტოვოთ გვერდზე გამოვკეტოთ. ვიფიქროთ იმაზე, ვისგან მოდის პირველ რიგში, ხო? და შესაძლებელია, განთავისუფლება შესაძლებელია. ეგ არის მე მგონი ყველაზე მთავარი პოზიტიური მესიჯი. განთავისუფლება შესაძლებელია. აი მე დავუთხარ. დიდი